დაბლოკილი ვიყავი Facebook გვერდზე 3 თებერვლიდან 14 მარტამდე და 14 მარტს საერთოდ გააქრეს პროფილი. ახლა როგორ მიმდინარეობდა ეგ? 3 თებერვალს რომ დამბლოკეს პირველად, თითქმის ყოველ დღე ერთი თვით დამბლოკეს და არ შემეძლო პოსტების დადება, ლაიქის დასმა და კომენტარის დაწერა. ნებისმიერ ვიდეოზე ან ფოტოზე რაღაცებზე პოსტებზე რა. და როგორ მიმდინარეობდა, ესე იგი, ყოველ დღე თითქმის ბლოკავდნენ ერთი თვით. იცი, ანუ რომელ დღესაც დამბლოკავდნენ რაღაცა პოსტის გამო და ძირითადად ან რასისტული პოსტი იყო ან რაღაცა ასეთი. ყოველ დღე ბლოკავდნენ და იჩოჩებდა ერთი თვით. ბოლოს დამბლოკეს, ესე იგი, 17 თებერვალს და 19 მარტამდე ვიყავი დაბლოკილი. და ველოდებოდი ახლა არც Facebook-ზე ვერ ვდებდი ვიდეოს ან რამე პოსტს და TikTok-ს არ ვდებდი. მეთქი რომ მომეხსნება ბლოგი როცა იქნება დამადგება საშველი, ერთად გავაგრძელებ მეთქი. და 14 მარტს საერთოდ წაშალეს Facebook-ი. ესე იგი ვიღაცა დამაჯდა ხოთზე, ასე დავარქვათ. და რაღაც პოსტებს ნახულობდა, რომელიც Facebook-ის წესების მიხედვით შეიძლებოდა გასაჩივრება და ბლოკავდნენ. ხოლო 14 მარტს საერთოდ გააქრეს და დაახლოებით ვიცი რომელი პოსტის გამო ერთ-ერთი ვიდეო დავდე, რასისტული ვიდეო იყო, რომელიც დადებით კონტექსტში დავდე. და მოკლედ მაგის გამო ალბათ. და ამ პერიოდის მანძილზე, როცა არ ვდებდი ვიდეოებს, ახლა ამას რატო გიყვებით, რაღაც მარტო ჩემს ამბავს კი არ ვყვები. ესე იგი, რადგანაც არ ვდებდი ვიდეოებს და პოსტებს და რაღაცებს, რა ვისწავლე და რა მასწავლა ამან. შევდიოდი, ვნახულობდი Facebook-ის წესების მიხედვით კომენტარებს ვიღაცეების Facebook-ზეც და TikTok-შიც, ორივეში და ვუსაჩივრებდი. და ქონდა შედეგი. შეიძლება ისეთი შედეგი არ დააურჩეს, როგორც ჩვენს მხარეს აქ, აი ეს კინძურაშვილის კანტორის დახმარებით რო იბლოკება და მაგაც შეიძლება ისე არ დაბლოკონ ეგენი, მაგრამ გეუბნებით, განსაკუთრებით TikTok-ზე, თან მე ანგარისგაბარებს ის რომ დაბლოკა შენი გასაჩივრების გამო, იბლოკებოდნენ, იშლებოდნენ. აი ეს ვისწავლე და ეხლა რატოზე რა ვიდეოს მეთქი რომ ამბობ. კი, გასაგებია იმ მომენტში გულს ვიფხან ჩვენ და ვაგინებ და რაღაცა პირველი დაბლოკა ის 3 თებერვალს რომ დამბლოკეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და უკანას შეურაცხყოფა რომ მივაყენე, სექსუალურ ძალადობაში გამიტარეს. ეგ შეურაცხყოფა და მაგის გამო დამბლოკეს პირველად. და მე გააგრძელეს, არ ვიცი რაღაცების გამო აღარ მახსოვს. ხო, და რო ვასაჩივრებდი, იბლოკებოდნენ, ძირითადად იბლოკებოდნენ. და თუ არ ბლოკავდნენ, მეუბნებო მწერდა დავუშვათ TikTok-ი მწერდა რომ შენ შეიძლება არ მოგწოს ეს ადამიანიო, მაგრამო, ჩვენ ვერ ვიპოვეთო მის იმაშიო. ოღონდ იშვიათად ძირითადად ბლოკავდნენ. ახლა თქვენთვის რისი სწავლება მინდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ასე რაღაცის გამო ვაგინებთ ან რაღაცა. არა, ეს გინება არის წამიერი რაღაცა. ამით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აი ის მხარე, რომელიც ჩვენ ბლოკავს და ეგრეთ წოდებული ბნელებს მოგვეძახიან, ეგენი გაჩახჩახებული არიან, ჩახჩახები დავარქვი მე მაგათ. ესენი ძლიერები არიან იმაში, რომ სამართლებრივად გვებძვიან. სამართლებრივი ინსტრუმენტებით. აი რაც აქვს იმ სოციალურ ქსელს. და უკვე მარცხებენ კიდეს. საერთოდ წამშალეს რაღაცა 18000 გამომწერი ყავდა, ახლა მე ბევრი არა ეგ მომენტ, მაგრამ წამიშალეს საერთოდ გაქრა Facebook გვერდი. ახლა ახალი მაგაკეთებული. ხო, და რო გამიქრეს ეგ Facebook-ი კიდე ახლა გამახსენდა. ყველა ანგარიში გააქრეს, რას კი მქონდა. ერთი სათადარიგო მქონდა, იგივე სახელი და ერთი მქონდა რაღაცა უპატრონო ცხოველების დასახმარებელი Facebook გვერდი მქონდა და ისიც გააქრეს, რაც ჩემი ანგარიშიდან იყო გაკეთებული. და რო აღვადგინე კი არა, ახალი რო გავაკეთე, გააქტიურდა თუ არა ეგრევე გაქრა. მე თქვი ალბათ ჩემს ანგარიშს ცნობს, ან იმას რა ქვია, მოწყობილობას ან რაღაცას რა ქვია, ვებსაიტის რა ქვია იმას კაცო, ელექტრონული პოსტით რაღაცებით ხო კეთდება. მე გავაკეთე საერთოდ უცხო ტელეფონით, უცხო ანგარიშით. სადღაც ერთი 9 საათი მქონდა ჩემს ტელეფონში და ისიც დაბლოკეს. მაგრამ მაგას ვაბრალებ ალბათ სახელი იგივე დავარქვი, კავკასიელი აღმატებული რასახო მე ერქვა ჩემს Facebook გვერდზე, ალბათ სახელი იცნო ხელოვნურმა ინტელექტმა, არ ვიცი, მოკლედ ეგეც გააქრეს და ახლა რითაც მიდევს ახლა რითაც ვდებ ახლა ამ პოსტს Facebook-ზე, ეს არის სხვისი მოცემული. სხვა მომცა და რა ვიცი, ეს მე იძულებული გავხდი ჩემი სახელი და გვარი დავარქვი. ლაშა ვარ სანიგიზე, ვინც არ იცოდით აქამდე. და ახლა ეგ არ იბლოკება რა. ახლა თქვენ ამით ვისწავლე კიდე რომ არ უნდა დადო ეგ რასისტული რაღაცები. ახლა შეიძლება რასისტი იყო, მაგრამ განცხადებები არ უნდა გააკეთო, არ შეფარულად უნდა გააკეთო.
რასისტი კიდე არ ვარ, ახლა მე რასიზმი ნიშნავს სიძულვილ სხვა რასა კი არ მძულს კაცო. უბრალოდ ჩემი მიყვარს და არ მინდა რომ ჩემი რასა დააბინძუროს ვიღაცა ბინძურმა რასებმა. თორე ახლა რასისტი მამედ არც ვარ რა. ნუ მაგალითად ახლა ეგენი ასე მიიჩნევენ რომ მე რასისტი ვარ იმ პოსტებიდან გამომდინარე. ხო, მოკლედ რას ვამბობდი? გადადით, არ დაგეზაროთ. გაასაჩივრეთ იმას აქ იქ ყველა ქმედება არ არის მითითებული, ანუ რა დააშაო რო გეკითხებიან, ყველაფერი არ არის, მაგრამ რაღაცა დაახლოებით შეიძლება ნახო და დაწერო. გეუბნებით, ბლოკავენ, Facebook-ის ბლოკავს, TikTok-ი განსაკუთრებით ბლოკავს, პატარა რაღაცებზე ბლოკავს, ამიტომ გაასაჩივრეთ. კი, კაია, გინება რო აგინებ, ვიფხავთ გულს, კიდე გიმეორებთ, მაგრამ ეგ არ შველის არაფერს. გაასაჩივრეთ. ახლა დღეიდან მე ის Facebook ანგარიში უნდა გავაძლიერო, ანუ გავომწერებით და მეგობრებს ვიმატებ, ახლა გადავდივარ. ლაშა სანიგიძე ვარ, ქართულად წერია, ახლა TikTok-ზე ვინც მიყურებს და ვინც ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ვისაც ყავდით გამოწერილი, შეგიძლიათ ხელახლა გამომიწეროთ. და გაავრცელოთ რა, არასდროს არ მithხოვია ასეთი რაღაცები, მაგრამ რო უყურებ, ესე იგი, ამ ერთმანეთის დახმარებით იმათი დამარცხება თუ არა დასუსტება მაინც შეგვიძლია. ეგ ცალკე უბედურება, კიდე რომ ორად ვარ გაყოფილი ქართველიერი, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის, ახლა მაგას რა ეშველება. ამიტომ კიდე გიმეორებთ, როცა რაღაცა არ მოგწონთ, ვიღაცა რაღაცა ისე ძდებს, თუ ამაში ხედავ რომ Facebook-ის წესებით ის აკრძალულია, კი არ აგინოთ. აგინეთ კიდეც კაცო, მაგრამ გაუსაჩივრეთ და ბლოკავენ. ამაზე სასტიკი მოპყრობა მაგათთვის არ იარსებებს. შეიძლება ისეთი გვერდი დაებლოკოთ, მართლა შემსავით, ბევრი გამომწერები ყავდეთ და რაღაცა და ამაზე დიდი სასჯელი მაგათთვის არ იქნება. ამიტომ დამიჯერეთ, გადადით, არ დაგეზაროთ, აი იმ ერთობაში გჯობიან ეგენი ჩვენ რომ აი დაგესებიან ტურებივით, გაგისაჩივრებენ საერთოდ გიქრობენ აკაუნტებს. ამიტომ გადადით და გაასაჩივრეთ. ახლა ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები, მე არ შეგაწყენ თავს. და დანარჩენს გავაგზავნებ, შეიძლება ძველი თემების შესახებ ვიდეოები დავდო, მაგრამ ნუ იმის გამო რომ დაბლოკილი ვიყავი და მე საერთოდ გააქრეს და ამიტომ ასე ვაპირებ სამომავლოდ რა. მოკლედ ამის თქმა მინდოდა, გაასაჩივრეთ, დამიჯერეთ, შედეგი აქვს.